გამარჯობა, მოგესალმებით. დღევანდელი ვიდეო ეხება ისევ ვანუსებს. ეს არის 212.3.5 ატმოსფერული ძრავი და წინა ვიდეოსგან განსხვავებით მოსაწყენი რო არ ყოფილიყო ვანუსებზე მეორე ყურება, ამ ძრავზე კეთდება კიდევ შემშვები კლაპნების წმენდა, კარბონიზაციისგან წმენდა. სრულ ვიდეოს გადავიღებთ დაშლა აწყობის პროცესს, წმენდის პროცესს და გაჩვენებთ ვიდეოში რა როგორ და რანაირად კეთდება. დავიწყოთ დაშლა. დაშლის პროცესი არის შემდეგი, უნდა მოიხსნას ჰაერის ფილტრი, მერე შემშვები კოლექტორი და მერე წინადაფები უნდა მოხსნათ, რომ ვანუსები გამოვიყოთ. ესე იგი, დაგჭირდება ახლა ეს ჩიპარი. პლუს ამ ვიდეოში გასწავლით 3 და 5-ზე ესეთ ძრავზე, სადაც ესეთი ტიპის ფილტრი აყენია, როგორ შეიძლება მოუმატოთ სიმძლავრე, ისე რომ არ ჩავერიოთ პროგრამულად. არც კატალიზატორი არ ამოვიღოთ. სიურპრიზი დაგხვდა. ფილტრი ახალი აყენია, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის რო იცოდეთ. აი ამ ჩარჩოში აყენია შიგნიდან ნახშირის ფილტრი. ამაზე უკვე ამოღებულია, ვიღაცა მიზრუნა სიმძლავრეზე. მოხსნილია ჩარჩოში აყენია ნახშირის ფილტრი, მოხსნით ამ ნახშირის ფილტრს და დატოვეთ მხოლოდ ჰაერის ფილტრს. რეალურად ეს არაფერს არ ცulis მანქანის ან დადებით ან უარყოფით მუშაობაში. მაგრამ სიმძლავრეს მიიღებთ. რამოდენიმე ცხენის ძალას, რომელიც აღზრდომი იქნება სიარულის დროს. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ ფილტრი სავარაუდოდ გაჭედილი იყო, წინა შემთხვევაში ნახეთ, შიგნით აქვს ზეთები. ეს სადაც დგას, აყენია საქშენის შლანგი შემოდის აქ. ზეთი შემოდის იმ შემთხვევაში, როდესაც ფილტრი იჭედება და ვერ სუნთქავს ძრავი თავისუფლად. კარტერის გაზებს ითრევს, ესე რომ ვთქვათ, ძრავი შიგნით. გადავთოთ ეს სუფთა, ის ფილტრი ამოღებულია, როგორც თქვი. ბლომად ზეთია. კი, საკმარისად ზეთია.
ჯერ ქვემოთ დააწიკე. დაჩიკებიდან მიაქვს. არა. აგერა არა. აჰა. ჩახსენე. მოხსენი. კამერა მინდა, ან ფანარი მინდა. Te urmăți. Ar გამოძრავო, არ გამოძრავო. აუ, მოჩი ჩავა. ჩახსნათ აი ეს ჯიგარი. შესაქმოდ რთული დასაშლელია. მარტივი არ არის. ვინც იცის სიტყვის რომ მარტივი დასაშლელია, მაგრამ საერთოდ არ არის მარტივი დასაშლელი. ერთი წუთით. ეს ასე, ვიცი. ერთი წუთით. მეორე შტეკერი. ალბათ გახსოვთ BMW-ში რო არსებობდა დისა. ზუსტად ეგეთი კლაპანი უყენია 2 ცალი ოღონდ. რომელიც ნაკლებად ფურცდება ვიდრე BMW-ზე. ეს არის სალნიკები, რაღაც უზეთიანია. ასეთი აქვს 6 ცალი და ყველა ზეთიანია. დიდი ალბათობით კოლექტორში ზეთი იდგება. კი, ყველა. რა გინდა, რა არ მოდის, რა არ გვიჯერებს, რა მოჭრათ ნაჟოვით. გინდა ბარგალკა მოვიტანო? შლანგია, გადასახსნე. ოპა. ევროპა, გადაიტანე. წაიღე, მომეცი, ნახე, სუზეთით არის სავსე. აი თუ უყურებთ, თუ ხედავთ, ზეთით არის სავსე, სულ ზეთიანია. ანუ ჯიგარი პატრონი, რომელსაც ყავდა ეს ამერიკაში, საერთოდ არ ცვლიდა ჰაერის ფილტრს. ან სადღაც ეუბნებოდნენ, რომ დავაყენებთ 40,000 შეცვალი და ეს 50-ზე ცვლიდა. სინამდვილეში ბევრად ნაკლებზე უნდა შეიცვალოს. მაგას ხსნით, ნიკო. ესენი იხსნება ტყუილა ხსნი მაგას, არ გვინდა. ეხლა ჩვენ გვინდა ჯიგარი დევალტი და რვიანი აქ არის. აქ არის მომერვიანი ჭივი. ესა. არა არ მოხსნა ეგ არ მოხსნა.
მაგის მოხსნა არ გვაწყობს. რაღაცა გვიშლის კიდევ ხელს. არა. სად დავდეთ რომ? აი. მოხსნილია ყველა და რა უბრალოდ. აჰა, ამოვიდა. სანიკები კარგია. საშინელება ხდება. ამ კონკრეტულ ძრავებს ატმოსფერულებზე მაქვს საუბარი, ყოველ 30000 კილომეტრში ერთხელ ჭირდება კარბონიზაციისგან გასუფთავება შემშვები კლაპნების. რომ წვა იყოს იდეალური, სიმძლავრე ქონდეს იდეალური და ხანდახან პერებოის ნიშნები აქვს მანქანას და ამ კლაპნებმა ის ეგეთი რაღაცა. ნახეთ რა დღეშია შემშვები კლაპნები. როდესაც ეს კარბონიზაცია ხდება კლაპნების წვის კამერაში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის შეტანა ფიზიკურად ვერ ხდება. აი, დანარჩენი ცილინდრები. იგივე ხდება აქაც. აქაც იგივე ხდება. საშინელება. ძრავის მეორე მხარე. ეს არის მე-4 ცილინდრი. ეს არის მე-5 ცილინდრი. ეს არის მე-6 ცილინდრი. ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა. ვაგრძელებთ დაშლას. ესე იგი, ეს საქშენი შეგვიშლის ხილს და რო არ გაგვიტყდეს, შეგვიძლია ესე რაღაც დაუდოთ აქ, მაგალითად ქაღალდი ან ნაჭერი, ზემოთ ავწიოთ. უბრალოდ სიმაღლე რო შევუნარჩუნოთ. აი ეს. უნდა დააწვე. ეს არ მოგიტყდეს ეს შლანგავის მოსახსენდი ეს კუთხე. მაგაზე პატარა რუიანი დააყენება და მოკლე რუიანი. თორე ვენტილატორს წინ გავწვით. შევხედო რა ხდება. всё. შეგვიძლია ეს დაფა გამოვიღოთ. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ამერიკაში უკვე ვიღაცამ დაშალა. იმიტომ რომ ამდენი გერმეტიკი ქართულად არ უსვია. ახლა შევამოწმოთ თვითონ მანუსები. რომელიც აქვს პრობლემა. ეს იქითადე
დადის. ორივე ვანუსი დადის. მაგრამ ერთია ძალიან სულ მდგომარეობაში. ეს დადის. რამ ხელაზე დადის. შემშვებ ვანუსში საშინელება ხდება და ყველა საინტერესო რა არის. ეს მანქანა რომ ჩამოვიდა და დიაგნოსტიკაზე შეაერთებს, ეს ნომას არ წერს. იმიტომ რომ იქვე გაყიდვის დროს ვიღაცა მიჩალიჩა და დასვა ვანუსი მეტკაზე. რომ პრობლემა არ გამოჩენილიყო. ანუ ცეფი გადაწიეს, ან რაღაც ეგეთი იჩალიჩეს, არ ვიცი რა გააკეთეს. მაგრამ ფაქტია რომ დიაგნოსტიკაზე არ ჩანს ეს პრობლემა. მოდი ჯერ პირველ რიგში დავასლაბებ ნიკა. კაცად ერთამე დავასლაბოთ ესე. მე დავმეტყოთ. და რომ მოიხსნება უკეთესი იქნება რა. მარტივად სიმინო დაფრინოს. იმიში მანქანა გადავწიეთ მგონი. დასლაბებულია, ეხლა შემიძლია მეტკებზე გავასურვოთ. აუ, ამის მოხსნა პრინციპში არ დაგვჭირდება. აი ამ ვანუსის უეჭველი არეული, ამიტომ დაქუქილზე ნორმაში ის რაღაც სხვანაირად დასვეს უეჭველი. ესე იგი, მეტკებზე მოვიყვანეთ. ეხლა ხსნით მარცხენა მხარეს, ზღოლის მხარეს ვანუსებს. ამებს გავაკეთებთ, ავაწყობთ, მერე იქთან მხარეს მოხსნით, იმასაც გავაკეთებთ. აი ასე გამოიყურება ჩვენი პატივცემული ვანუსი, რომელიც არ ვარგა. ეხლა ბევრი იკითხავს ეს 8 ცილინდრიანი და 6 ცილინდრიანი ერთი არის თუ არ არის და არ არის ერთ და იგივე 6-იანი სხვა არის, 8-იანი სხვა არის. ვიზუალურად ერთია რომ შეხედავ. აი, ჩვენი პატივცემული, რომელიც მაგრაგებდა. გრუხუნის ხმა ქონდა იმენა მანქანას ამის გამო. საშინელ მდგომარეობაშია შიგნით. ამის კოდი იწყება 276-ით და V6 აწერია, 4-7-5-5, 278-ით იწყება და V8 აწერია. დღევანდელი სამუშაო დავასრულეთ, ვანუსები მოხსნილია სამხარეს. ესე იგი, ამ ვანუსებს ჯერ ერთ მხარეს გავაკეთებთ, ავაწყობთ, მერე მეორე მხარეს გავაკეთებთ. იქთან მხარეს შევამოწმებთ თან პარალელ რეჟიმში ამ ვანუსებთან ერთად და ამ შემშვები კლაპნების კარბონიზაციის თემას მოვაგვარებთ. ანუ ეს უნდა გაიწმინდოს, როგორც წეგან გაჩვენეთ ვიდეოში. პრობლემა აქვს. ანუ დაკარბონებულია, ასე რომ ვთქვათ, შემშვები კლაპნები. მაგ კლაპნებს გავწმენდავთ, პარალელ რეჟიმში გაჩვენებთ ვიდეოშიც როგორ იწმინდება. შეძლებით დაგვარად გადავიღებთ ვიდეოს და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ ამ მანქანას. მეორე მხარესაც ვანუსებსაც ხვალ გავაკეთებთ და შემშვებ კლაპნებსაც. ერთ სიტყვით, ეს ორი ვანუსი უკვე გარემონტებულია, გაკეთებულია. ეხლა დავაყენებთ ამ ვანუსებს. პარალელ რეჟიმში მიდის შემშვები კლაპნების წმენდა. სითხეები დგა შიგნით. მოკლედ ეხლა ამებს დავაყენებთ. აქეთ ამ მხარეს ავაწყობთ. მერე აქეთ ამ მხარეს დავშლით.
და ამებს გავაკეთებთ და აქეთ მხარესაც ავაწყობთ. საბოლოო შედეგს გაჩვენებთ შემშვები კლაპნების რა მდგომარეობაში იქნება, რა მდგომარეობაში იყო კი ნახეთ. დავიწყოთ ახლა ამის აწყობა. ესე იგი, აი აქ წარწერა აქვს ამოვანუსებს რა. აი აქ AL-ი და IL-ი. IL-ი აქვს აქ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისურად არ აწერია, გერმანულად აწერია aus ein. შემშვები გამშვები. aus არის გამშვები, ანუ ეს ვანუსი უნდა დავაყენოთ გამშვებზე, მარცხენა მხარეს. მეორე ვანუსი უნდა დავაყენოთ მარჯვენა მხარეს. დავიწყოთ ახლა მორგება. დავსვათ მეტკაზე. თავისი მეტკა აქვს აქ. ჩაჯდა. ვარგებთ ბოლტს, მისი ключიც მინდა ბოლტის. ასე. ეს მორგებულია. ეხლა უნდა მოვარგოთ მეორე ვანუსი. ეს დამეტკილი გვაქვს. დავსვათ მეტკაზე ცეps და ვანუს. ეგერ არის. ცოტა კი არა და კარგად საჩალეთ შუა. დავანერები გიყოს. სვანები არ გამოდის. როგორც ვივარაუდე, ეს ვანუსი გაგვაწვალებს. ეს რასპედვალი უფრო სწორად, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე მეტად დაზიანებული, რასპედვალი სად დგას არ ვიცით. მარკერი მათხოვე ერთ წამს. ცეფი დავნიშნოთ სად არის. აგერ არის ცეფი. ეხლა ცეფის გარეშე უნდა ჩავსვათ ვანუსი და ვნახოთ სად მოუწევს. და რასპედვალი იქნება გადასაწევი. აჭი. უკარი. ამ ხილათის ხვაობა აქვს. ნუ გადმოსაწევია უკან რასპედვალი. ახლა უნდა გადმოვწიოთ უკან. თუ მოგცა მაგის საშუალება მოვწევ. უჯს, იმიტომ რომ ეხა ისეთ პოზიციაშია გაჩერებული, სადაც უკვე კლაპნები იხსნება. მაინც გვაქვს ხვაობა. ამიტომ მოგვიწევს ახლა ძრავის ცოტათი დატრიალება. ოდნა უნდა დავატრიალოთ ძრავი სწორი მიმართულებით. საათის ისრის მიმართულებით. და მეცადოთ რომ წავიდეს ახლა ეს თავის ადგილას. ამიტომ არ ვშლით ორივე მხარეს ერთად. ეგეთი შარი როცა იჩნდება ხოლმე. რთულია ორივე მხარე დაშლილზე. წიდა უკან ტრიალი. და ამის გამო ჯობია ცალი მხარე გაკეთდეს ჯერ და მერე მეორე მხარე. იმიტომ რომ თავისუფლად შეგვეძლოს ძრავის ტრიალი. ერთი ცეფის დამორჩილება მარტივია, ორი ცეფის ძალიან რთულია.
ერთი კბილით უნდა გადმოწევა, კი ბატონო. ჩარჯდა. ეხლა კამერით შევამოწმოთ მაინც ვიზუალურად რა ხდება მეტკებში. ხო, ნამდვილად ზის. ენდოსკოპით შევხედავთ, ნახავთ. აი, გადახტა. აქეთ ზის. აქეთ ამხარე ზის, აქეთ ამხარე გადახტა. ამიტომ გადამოწმება აუცილებელია. საკმაოდ უპროგნოზო ზრავია და ჭობია რომ დარწმუნებული ვიყოთ რომ იჯდეს მეტკა ვიდრე ხელახლა დასაშლელი გახდეს. ამიტომ ეხლა გავასწორებ, ჩავსვავთ და კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ. აქედან ჩანს რომ ზის თავის ადგილას დაუჭიროთ ვოლტი და შევხედოთ კიდევ ერთხელ. ძრავის ტრიალი დამჭიმის გარეშე რეკომენდირებული არ არის. დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ისევ გადახდეს მეტკა. აი. ნახეთ. არ ვიცი რამდენად ჩანს. მაგრამ ხედავ რომ ზის. აქეთ ამხარე რა შვება. აქეთ ამხარეც ზის. სწორია აქ უკვე მეტკები. ეხლა დაგვრჩა დამჭიმის მორგება და დაყენება. აგერ არის დამჭიმი, დაკეცილია უკვე, გამზადებულია დასაყენებლად. ხო, როგორც ვანუსებს, ისე დამჭიმს აწერია აქ V6. ანუ სხვაობაა, ვიზუალურად გავს ერთმანეთს, მაგრამ სხვაობაა 6 ცილინდრიანს და 8 ცილინდრიას შორის. ეს ბოლტები თავისუფლად უნდა ეჭირებოდეს, იმიტომ რომ თავისუფალ სვლაშია ეხლა დამჭიმი, მოჭიდებაში საერთოდ არ არის. თუ იჭედება ბოლტი, ესე იგი რაღაც ხდება რეზბაში, ან ბოლტში თვითონ, ან თვითონ გალოუკაში. და ძალით არ უნდა დაუჭიროთ, თორე ჩაწყდება და დავრჩებით მერე გაღიმებული. ძრავი გახდება დასაშლელი. всё. დამჭიმი დგას, ეხლა ძრავის ტრიალი უკვე შესაძლებელია. გადავუჭერთ. ბოლოს უკვე დავუჭერთ დინამომეტრიული კლუჩით. ამოვანუსებს. ეხლა უბრალოდ გავამაგრებ, რომ ტრიალი შევძლოთ. მოკლედ ეგ არის. მარცხენა მხარე აწყობილია. გადავუჭერ ახლა
დავშლით მარჯვენა მხარეს. დაშლის პროცესსაც გაჩვენებთ. დავიწყეთ მარჯვენა მხარის დაშლა. პირველ რიგში უნდა მოხსნათ დამჭიმი. Давайте матху. ოხსნილია ორივე. ეძაღარ ხო გაჩვენეთ. მარცხენა მხარეს AL და IL აწერია. აქეთ ამ მხარეს არის AR და IR. ამასაც V6 აწერია. всё, გავარემოდოთ ახლა ეს ორი ვანუსი. დავაბრუნოთ უკან თავის ადგილას. მოკლედ, მზად არის ჩვენი ვანუსები. ორივე გაკეთებულია, გარემონტებულია. ეხლა დავაყენებთ და ავაწყობთ. წინანდელივით გაგვაწვალებს ახლა ეს ჩიგარი. მარკერი მათხოვე. დავნიშნოთ, რომ ნახოთ სეთი სად არის, ვანუსი სად არის. დავხვათ ცეფის გარეშე. წავს აქ. მეორეც ნახოთ ცეფით სად დგება. ძრავს უნდა ცოტა უკან გადმოტრიალება. მამა 27-იანი და ტრაშოტკაც. ესეთ ახლა უნდა წავიდეს. ჩაჯდა. ახლა მეორე მხარე ნახოთ, იმედი არ გაგვაწვალებს. აშკარად გაგვაწვალებს.
არა, ჩაჯდა. გაგვიმართლა. გავამაგროთ როგორც წეღან. ოდნავ. დავაყენოთ დამჭიმი. დავაყენოთ დამჭიმი. ჩავხსნათ. და всё. ეგაა. დადგა დრო ამ დაფის დაგერმეტიკების. გერმეტიკს ვიყენებთ Mercedes-ის ორიგინალ გერმეტიკს, რომელიც ცენტრში ან სერვის ცენტრებში იყიდება Mercedes-ის და რატო ვიყენებთ ახლა ამას. ხშირად მინახია ძრავი გაურეცხავთ მაგალითად ბენზინით. ჩემ პრაქტიკაში რაც სხვა ტიპის გერმეტიკი, სხვა წარმოების გერმეტიკი გამომიყენებია, ბენზინი ყველას ხსნის და ახუჭებს. ანუ რბილდება, თხევადდება და ასე შემდეგ. ეს გერმეტიკი მუშაობს იდეალურად, ანუ არანაირი პრობლემა არ აქვს, არც ბენზინი, აი სულ ნედლი როცაა ჩააგდო ბენზინში დატოვო 2 ღამე, 3 ღამე, არ დნება, არ ფუჭდება რა. ამის გამო ვიყენებთ ამ გერმეტიკს. ეხლა წავუსვათ გერმეტიკი და დავაყენოთ დაფა. ძალიან თხელი ფენა ჭირდება. აი ძალიან თხელი ფენა, იმიტომ რომ თუ აქ ძალიან ბევრს წაუსვამთ ამ გვერდებში დაყენების პროცესში გერმეტიკები გადმოიკეცება შიგნით, ზოგი შიგნით, ზოგი გარეთ. ნუ გარეთ არა უშავს, მაგრამ შიგნით რაც რჩება, დროთა განმავლობაში არის იმის შანსი, რომ გახმეს, მოტყდეს, ჩავარდეს კარტერში, შეიტანოს ეთისნასოში, ლაპაში და დაისტუყოს ძრავი. ვაყენებთ კრიშკას. კრიშკაზე აყენია ესეთი ხელები რას მიგავს. ესეთი ლურჯთავიანი ბოლტები, ეს არის ალუმინის ბოლტები. მხოლოდ კრიშკაზე გამოიყენება და ამის გადაჭერის ნიუტონი არის 5 ნიუტონ-მეტრი, მეტი არ ჭირდება, რაღაც დევალტით და დიდი ტრეშოტკით და რაღაც ეგეთ გადაჭერები არ ჭირდება. მივაყენოთ ახლა კრიშკა. გამაგრდა, всё. მას მეტი აღარ უნდა გადაჭერა. ეგ არის. კრიშკა დაყენებულია, ახლა მოვიდა ფილტრის დრო. ფილტრი უბრალოდ მოვხსენით, შევფუთეთ და ვაბრუნებთ უკან. ეგ როგორც გაჩვენეთ, ანალოგიურად აქაც წაუსვით გერმეტიკი. ვანუსები გადაჭერილია, ჩავაყენებთ ახლა ამას, დაფას და გადავუჭერთ.
всё. ეს საქმე დასრულდა. ვანუსების ამბავი, დარჩა ეხა კლაპნების ამბავი. კლაპნები იწმინდება, სტრალით გაშიგნით და მე ავაწყობთ უკვე მანქანას. გახსოვთ ხო როგორი იყო კლაპნები? ესე გამოიყურება ეხლა. აი ესე. აქია კლაპნები. აი ეს. იმენა იდეალურად სუფთა. ესე იგი. აიწყო ძრავი, დასაყენებელია შემშვები კოლექტორი და ახლა დავაყენებთ. ყველაფერი კარგად გამოვიდა. იდეალურად გაიწმინდა კლაპნები, როგორც წეგან გითხარით. ვანუსები იდეალურად გაკეთდა 4-ვე. დამჭიმები კარგია, ცეფები კარგია. და ახლა ვაპირებთ დავაყენოთ. შემშვები კოლექტორები ქვედა ნაწილები, მერე ზემოდან დავადგავთ უკვე კოლექტორს. ჯერ ვაყენებთ მარცხენა კოლექტორს. იმიტომ რომ მარჯვენა კოლექტორი მარცხენა კოლექტორზე დგება ზემოდან. ანუ გადაბმა აქვთ. და აუცილებელია რომ ჯერ მარცხენა დაყენდეს. ძალიან გადაჭერა არ ჭირდება ამებს. ახლა დავაყენოთ მარჯვენა მხარე. აი ამეებით ემევა ერთმანეთს ესენი. ეხლა ეს არის კროშტეინი, რომელიც აქ დგება. ამ კროშტეინს დავამაგრებთ. მერე 1-2 ბოლტია, რომელიც ერთმანეთზე გადაბმას უწყობს ხელს. უпроსურად ერთმანეთზე გადასაბმელია ეს 2 ბოლტი. გადავაბავთ ამებს. ქვედა ნაწილები დაყენებულია. ეხლა გვჭირდება რომ დაუდი წაუსვათ. რომელიც რეზინს არ აზიანებს, არ დნება, არ იღვენთება, სითხეთ არ იქცევა. ესეც ხოთაშორის Mercedes დაუდია. ორიგინალი. ესე გამოიყურება. ეგეც საქმეში ძალიან მაგარია. დაუდი გჭირდება იმის გამო, რომ ზედა მხარე მარტივად და თავისუფლად ჩავსვათ. არ ვიწვალოთ, სალნიკები არ გავაფუჭოთ და ასე შემდეგ. შემშვები კოლექტორიდან მოხსენით დროსელი ფიზიკურად ვეღარ გადავიღე რეცხვის პროცესი. კოლექტორიც გაირეცხა, დროსელიც გაირეცხა და არის იდეალურ და
სუფთა მდგომარეობაში. ეხლა შეგვიძლია დავაფაროთ უკვე კოლექტორი. უშუალოდ. ერთი ცალი შლანგის შეცვლა მოგვიხდა. აი ამ შლანგის შეცვლა მოგვიხდა, რომელიც ვაკუუმ ნასოსიდან მიდის ელექტროკლაპანზე, თავი ხონდა გაფუჭებული და ამოვცვალეთ სილიკონის შლანგით. აი ეს ჩვენი ღრმად პატივცემული კოლექტორი. ახლა მთელი მუღამი არის ის, რომ ეს შლანგი უნდა შევაერთოთ რამენაირად. ცოტა მურდალი შესაერთებელია. ცოტა არა, ძალიან. ცუდი შესაერთებელია, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შევაერთოთ. ეს დროსელი შტეკერი დავაერთოთ. ახლა წამოვწევთ, ჩვეულებრივ წამოიწევა. ჩვეულებრივ. ესენი შლანგებს არ ვაერთებ. ეს იყოს ასე. ანუ ჩავსვით. ესე ჩავსვით. მან მე მგონი ჯობია რამე პლოსკოს ვარიანტით ჩავსვით. ეს ვაკუუმი. ეს პაკის ვენტილაცია, ეს საქშენი. ესენი ჩაჭდა. ეს ლეგერები შეერთებულია, განათება გინდა? კაი, ტელეფონით გავანათებ. ძალიან კარგი, ესე იგი. ესენი შეერთებულია. ზის. და ახლა გვინდა ჩვენ თვითონ კოლექტორი რომ მოვარგოთ. წევან რა პლასმასების დავაყენეთ. იმ პლასმასებზე ეჭირება ეს კოლექტორი თვითონ. სულ 4 ვოლტი აქვს ზედა მხარეს. მეც არ საჭიროებს. აი ამ კრიშკის ქვემოთ აყენია ის ბოლტები. აქ დაგვჭირდა ტემპერატურის დაჩქის კაბელი და ეხლა აქ ფილტრი უნდა ჩავაყენოთ. დანარჩენი ფაქტიურად აწყობილია, გამზადებულია დასაკოკად. ესეც ასე, ესენი შეერთებულია, ზეთის ფილტრი დაჭერილია. დროსელი შევაერთეთ. ორი ტემპერატურის სენსორი აქვს. ერთი აქ აყენია კოლექტორში, ერთი შემშევზე აყენია დროსელამდე. ორი map სენსორი აქვს. ზოგს ერთი აქვს, ზოგს ორი. დავაყენოთ ახლა ფილტრი.
всё, ფილტრი დაჭერილია. ჩასმულია თავის ადგილას. ხა ჩავსვით ეს შემშვები ჰაერის დიფუზორი. ესე ჩარჯდა თავის ადგილზე. ახლა წინა დაფა დავაფაროთ. და ესე გამოიყურება აწყობილი ესტრავი. გიცით, მაგრამ მაინც გასუფთავებული როცა ლამაზია. всё, ავაწყეთ მანქანა. ახლა პირველი სტარტის დროა. ნახოთ აბა რა გამოვიდა. დავქოქოთ, ნახოთ როგორ დაიქოქება, როგორ იმუშავებს ძრავი, ხმა ექნება თუ არა ვარნუსებს ისევ, ძალიან საშინელი ხმა ქონდა. ერთადერთი რემნის ხმაა, სადაც ცოტა ზეთი დაიქცა დაშლა აწყობის დროს. დანარჩენი იდეალურად მუშაობს. ეს ზღოდიც გაშრება, გაჩუმდება რა. ჩააქრე. დაკოქე. იდეალურია. სულ ეს იყო. მოვხდით ამ მანქანის კეთებას. სათხარი მექნება. თუ დაგაინტერესდათ ვიდეოებმა, გამოიწერეთ ჩვენი არქი და გვიყურეთ. საინტერესო ვიდეოებს ვიძებთ.